დღის სტუმარი. მოგესალმებით მეგობრებო, პოლიტ რადიოს პირდაპირ ეთერიდან 13 საათი 10 წუთი და დღის სტუმარმაც აიღო სტარტი ჩვენს ეთერში და დღეს ვაუბრობთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და ზოგადად ვფიქრობ საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოხდება ქართული კულტურის წარდგინება ერთ-ერთ ძალიან მასშტაბურ და საინტერესო ფესტივალზე, ნატალი დი რომაზე, რომელიც 19-დან 21 აპრილის ჩათვლით გაიმართება და რომელზეც ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია, შავფაროსნები, სწორედ ქართულ კულტურას წარადგენენ. და ჩვენი სტუმრები არიან ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე და შავფაროსანი ზურა მახარაძე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ბრძანდებით და მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. უპირველეს ყოვლისა მსმენელს ვამცნოთ თუ რა ფესტივალია ნატალი დი რომა, რითია იგი გამორჩეული. თვითონ ფესტივალი წარმოადგენს საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებას. მიზღვნილი არის რომის დაარსების დღისადმი. ხდება თვითონ ისტორიის გაცოცხლება ლეგენდაში, როგორც არის რომოს და რომულუსის მიერ ქალაქის დაარსება. და ხდება მერე რომის ისტორიული ნაწილის გადაკეტა და იქ ხდება უკვე დაახლოებით 20 ქვეყანამდე აგზავნის თავის წარმომადგენლებს დიდი მსვლელობა, საჩვენებელი გამოსვლები, თეატრალიზებული წარმოდგენები და ამაში მივიღებ ჩვენს მონაწილეობას არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის სახელითაც და ვაჩვენებთ ჩვენ ქართულ კულტურას. და ეს არ ხდება პირველად, ადრეც ჰქონდათ საშუალება მიგიღოთ მონაწილეობა ამ ფესტივალზე. დიახ, 2012 წელს ვიყავით პირველად ჩვენ რომში ფესტივალზე. რაც შეეხება თვითონ ფესტივალს, დაახლოებით 2000 მონაწილე იღებს მონაწილეობას. მსვლელობა ეწყობა რომის ცენტრალურ ქუჩებში, რომლებიც არის გადაკეტილი. და მნიშვნელოვანი რა არის, რომ ყველა თავის ეს ქვეყანა წარმოადგენს თავის ქვეყნის სახეს, თავის ქვეყნის კულტურას. ჩვენ მაშინ წარმოადგენთ ქართული საბრძოლო ხელოვნება, ანუ მოძრაობის განმავლობაში ჰქონდა რამოდენიმე შეჩერება, სადაც წარმოადგენთ საბრძოლო კულტურას და შემდეგ უკვე ბოლოს ჰქონდა დიდი გამოსვლა ცირკო მასიმოს მოედანზე. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველების გამოსვლამ და შემდეგ წელსაც და უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი მიწვევა ამ ფესტივალზე. ის რომ ჩვენ ვამაყობ და მოგწონს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება ფაქტია, მაგრამ აი თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეთ რომშიც და ამან განაპირობა ის, რომ მუდმივი მონაწილეები გახდით. ის პროგრამა, რომელიც მაშინ წარადგინეთ და ამდენი ხნის განმავლობაში ხართ ამ ფესტივალის მონაწილეები და წელს რა განსხვავება იქნება და რაიმე ახალი ხომ არ იქნება ნაჩვენები? განსხვავება არის როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი, ანუ რაოდენობით ბევრად უფრო მეტი მივდივართ. ერთი კიდე მნიშვნელოვანი განსხვავება, რომ ორი გოგონა შემოგვემატა და ისინიც ასევე მონაწილეობას იღებენ ორთაბრძოლებში, რაც ასევე აღსანიშნავია და იშვიათობა არის. და რა თქმა უნდა, თვითონ გადახალისდა საჩვენებელი, ბევრი ელემენტი დაემატა, ახალი იარაღები, ახალი ორთაბრძოლები, ანუ საანახაობრივი კუთხით მე ვიტყვი, რომ ერთი საფეხურით მაღლა წავიწიეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მაგარ ეფექტს მოვახდენთ. იმდენად რამდენადაც სანახაობა ახსენეთ, თუ შეიძლება მოვუთხროთ ჩვენს მსმენელს, როგორი სახე ექნება ამ ყველაფერს. ანუ ერთ დავამატებდი ზურას ნათქვამს, ასევე ჩვენთან ერთად მოდის ანსამბლი ჩვენებურები და რომში იქნება არა მარტო საბრძოლო ხელოვნების წარდგინება, არამედ იქნება ქართული მუსიკის, ქართული ფოლკლორისაც წარვადგენთ ასევე. ამასთან ერთად. რაც შეეხება თვითონ საჩვენებელს, ისე ანუ სტილი იგივე იქნება, რაც წინა წელს ეს იქნება ალბომის ტიპის ჩავლა, ძირითად ადგილებზე, სადაც ანუ მთლიანად ამ მოძრაობის განმავლობაში არის ხალხის ჯაჭვია და ძალიან ბევრი ადამიანი ადენებს თვალყურს. ეხლავე შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ძალიან გაგვიჭირდა სასტუმროში ნომრების შოვნა, იმიტომ რომ ამ ფესტივალისთვის ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის ზოგადად რომში. რაც შეეხება თვითონ საჩვენებელ გამოსვლას, უკვე გაიმართება ისევ ცირკო მასიმოს მოედანზე, სადაც წარმოადგენთ ამ წლების განმავლობაში, რასაც ვაჩვენებდი ჩვენ საქართველოში და რაც აღდგენილი გვაქვს, აბსოლუტურად ყველაფერს შეჯამებულს, როგორც ზურამ აღნიშნა, გვექნება ახალი იარაღები დამატებული და ძალიან საინტერესო პროგრამა. კიდე ერთი ვიზუალური მხარე არის, რომ ლუდმა მთიელმა სამოსელ პიროში დაგვიმზადა ახალი ფორმები, ტალავრები, რაზეც დიდი მადლობა მინდა მოუხადოთ და ვიზუალური მხარეც ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ესეც პლუსი არის და მართლა
ლამას ანახაობას წარმოადგენს. ფაქტობრივად ამასწარი ვააკპირებდი კითხვის დასმას, რომ ანუ რადგანაც გადახალისება ახსენე, ანუ კოსტიუმებიც თავიდან ხელახლა შეიკერა, რაც შეეხება თვითონ იარაღებს, რომლებიც უნდა წაიღოთ, ესეც განახლებული იქნება თუ ძირითადად იმას წაიღებთ, იმ იარაღებს, რითიც რეალურად ვარჯიშობთ და აწყობთ საქართველოშიც წარმოადგენებს. ორი ტიპის იქნება, ერთი არის ძველი ნიმუშები, რასაც ვცდილობთ რომ საჩვენებელში არ გამოვიყენოთ, რათა არ დავაზიანოთ და მეორე უკვე უშუალოდ იარაღები, რომლებიც ზუსტი ასლები არის და აღდგენილია ძველი ნიმუშებიდან და მათ უკვე აქტიურად ვიყენებთ საჩვენებლებში და ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა სტანდარტული ხმლის, ხანჯლის და შუბის გარდა ისეთი უცნაური, ასე ვთქვათ, იარაღები როგორც აბუდა, გურზი, ტაბარი, მოკლე ხელმძულები, ანუ ბევრი სახეობის იარაღი მიგვაქვს, ასე ვთქვათ. რაც შეეხება აი ამ ფესტივალის უსაფრთხოების ზომებს, იმიტომ რომ რეალურად ბაზრი და ესეთი მჭრელი იარაღებითაც მიდიხართ, ხომ? აი ამ ხრივ ალბათ ფესტივალის ორგანიზატორები დიდ ყურადღებას აქცევენ, იმიტომ რომ იგივე თქვენი უსაფრთხოებაც რამდენად არის დაცული. ეს უფრო ჩვენი რისკია, ასე ვთქვათ, თუ დაუშვათ თავი არა გაქვს და შნო არა გაქვს, არ უნდა გააკეთო და ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, გუნდი საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა ამ ხრივ და ჩემ დასაბამოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე, რაც ვასწავლით და ვაკეთებ, სერიოზული ტრავმა არ ქონია მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოების მოგეც. მე მახსოვს ბოლო დროს თბილისში, რაც კი გამართულა თქვენს მიერ წარმოდგენები, მოქალაქეებს, ამ დამსწრა საზოგადოებას ჰქონდა მათში მონაწილეობის საშუალება, ანუ ერთგვარად იღებდნენ ამ ყველაფერში გარკვეულ როლს ასრულებდნენ. აი აქ უკვე ამ ფესტივალზე ვთქვათ, აი მნახველებს თუ ექნებათ საშუალება, ან თქვენ თუ გაუწევთ პატარა მასტერკლასებს, რომ აი ეს ქართული საბრძოლო ხელოვნება რაღაცნაირად თვითონაც გაითავისონ, გარდა იმისა, რომ ნახავენ ამ ყველაფერს. ანუ როგორი რაღაც არის ცირკო მასიმოს მოედანზე, სადაც ხდება ძირითადი წარმოდგენები, როცა თავიდან შევიკრიბებით, იქ აქვს ადამიანებს საშუალება მოვიდეს, იღებენ სურათებს, ინტერესდებიან იარაღებით და მასტერკლასის ტიპის, რასაც საქართველოში ხშირად ვახორციელებთ ხოლმე, იქაც ჩვეულებრივად იქნება მსურველებს შეეძლებათ ნახონ, აუხსნათ რა ფარიკაობა არის და უშუალოდ ის სტილი ფარიკაობის, რაც ჩვენ გვაქვს, აუხსნათ და ვაჩვენოთ. ანუ პრობლემა არ არის, ეს ყველაფერი იქნება რომშიც. რაც შეეხება გოგონების პროგრამას, ეს წელს ხდება პირველად, ხო, როგორც ახსენეთ და ეს დაინტერესება მათი მხრიდან იყო, რომ გამრავალფეროვნებულიყო თქვენი პროგრამა, რომ თქვენ ჩათვალეთ წელს საჭიროთ, რომ უკვე ქართველი მებრძოლი ქალის სახეც გეჩვენებინათ. სხვათა შორის დიდი ხანია უკვე გვეკითხებოდე გოგონები, რა თუ შეიძლება სწავლოთ, თუ შეიძლება და ჩვენც რა თქმა უნდა გქონდა სურვილი უბრალოდ რაღაცა პერიოდი თავს ვიკავებდით, იმიტომ რომ უნდა გამოჩენილიყო მასწავლებელი, ასე ვთქვათ, გოგონა, რომელიც თავის თავზე აიღებდა, იმიტომ რომ სპეციფიკა არის სწავლების და როგორც იქნა, ანუ მოხერხდა, ანუ გოგოების ჯგუფი, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბების პროცესში არის და მინდა ვთქვა, რომ ტოლს არ უდებენ ფარიკაობაში და ორთაბრძოლაში ძალიან კაი მაჩვენებლები აქვს. ანუ საიდან დაიწყო ყველაფერი? ნიკოლოზ მურმანიშვილი, ჩვენი თანამებრძოლი და ერთ-ერთი წარჩინებული მებრძოლი შეიძლება ითქვას, მოიყვანა რაღაც პერიოდის წინ დაქორწინდა და გადაწყვიტა, რომ თავის მეუღლე ჩაერთო ამ ამბებში. თან ანი წინცაძე მისი მეუღლე იყო მოძრაობის თეატრის წევრი, ფიზიკურად კარგად მომზადებული და დაახლოებით ერთი თვე იუარჯი შესთა, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, ისეთი საჩვენებელი მოიტანეს, ძალიან ბევრ ბიჭს დარჩა, ესე ვთქვათ, პირიღია, როცა დაინახა მათი საჩვენებელი და მათი ფარიკაობა. ამის შემდეგ უკვე ანი აქტიურად ჩაერთო, წინა წელს ბერღონიზებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ შემოგვიერთა ქეთი გორგილაძე, კიდევ ახალი წევრი, რომელიც ასევე უკვე ძალიან კარგად ფლობს იარაღს და იმედი მაქვს, რომ გოგოებშიც ისეთივე პოპულარობით ისარგებლებს რაღაც პერიოდის შემდეგ, როგორც ბიჭებში არის ქართული საბრძოლო ხელოვნება ზოგადად. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება აი ყველაფრის სამოსის იქნება თუ იარაღების ტრანსპორტირება და რაც მთავარია, ეს უბრალოდ მონაწილეობა, როდესაც იღებთ შემოთავაზებას ერთია, მაგრამ რა თქმა უნდა საჭიროა დაფინანსებაც, იმიტომ რომ საკმაოდ მრავალკაციანი ჯგუფი მიემგზავრებით, ხომ? და ზუსტად წინა წელს შეგვექნა მსგავსი პრობლემა, ვერ მოახერხეთ ფინანსების მოძიება და პროექტი არ შედგა წინა წელს 2013-ში. წელს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, დიდი მადლობა მინდა ასევე გადაუხადო მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს და ლუდმთიელს, რომელთა დახმარებითაც წელს მოახერხეთ და ფაქტიურად უკვე შემდგარია პროექტი და 17-ში უკვე მივფრინავთ. ზოგადად საბრძოლო ხელოვნებაში, ანუ სპონსორის თემა ცოტა ისეთი საკითხია.
ყველას მოწონს, ყველა ხარს გვიჭერს, მაგრამ რეალური გვერდით დგომა ამ ეტაპზე რაც ვნახეთ იყო ლუდი მთიელისგან, რომელთან ერთადაც რეკლამაც გადავიღეთ და ეხლა უკვე ისე ვთქვათ, მეგობრობთ ამ ეტაპზე და ეს მეგობრობა არის, რომ რაღაც პროექტებში გვასპონსორებენ და მხარს გვიჭერენ. მისასალმებელი არის ეს ამბავი და იმედია სხვა კომპანიებიც მიბაძავენ აუცილებლად. გაიმეორებენ იგივეს. ის რომ თქვენ ძალიან მოგწონთ საბრძოლო ხელოვნება ქართული და ძალიან დიდ სიამოვნებას იღებთ ფაქტია, მაგრამ იგივე როდესაც მონაწილეობთ მსგავსი სახის ფესტივალში და თვალყურს ადევნებთ სხვა ქვეყნების მსგავს ტრადიციებს, რომელიმე გამორჩეული თუ იყო აი სანახაობრივად, რომელიც დაგამახსოვრდათ ან თქვენ თუ ადევნებთ თვალყურს და თქვათ რაღაც ილეთებს თუ როგორც არის ითვისებთ და ამრავალფეროვნებთ თქვენ პროგრამას. თვითონ იტალიელებს ძალიან საინტერესო ჯგუფი ყავთ ამ ფესტივალზე, რომლებიც ახდენენ გლადიატორთა ორთაბრძოლების აღდგენას და სხვათა შორის ერთადერთი ორთაბრძოლა, სადაც ქალბატონები იღებდნენ ჩვენ გარდა მონაწილეობას, მათთან მაქვს ნანახი, ანუ სხვაგან ანალოგი არ ვინახია და საკმაოდ კარგი და საინტერესო სანახაობა არის და თუ შევძლებთ წელს, შეიძლება რამე ერთობლივიც კი გავაკეთოთ. თუ მოხერხდა და მე დამის დიდი ძალიან სასიამოვნოა. ანუ შესაძლებელია რომ თბილისსაც ესტუმრონ ეს ადამიანები თუ კი თანამშრომლობა შედგა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ჩვენ 29 სექტემბერს 2013-ში 29 სექტემბერს გამომართეთ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი და ქართული სამოსის დღე. წელსაც იმედი გვაქვს რომ გავმართავთ და იმედი გვაქვს რომ იტალიელები ჩამოვლენ ეს რომაელები და წარადგენენ თავის საბრძოლო ხელოვნებას, რასაც ესენი ახორციელებენ, ანუ ეს არის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს როგორც იტალიაში, ასევე ყოველთვის აქვთ გასვლები, მოძრაობენ ევროპის მასშტაბით, ასევე მონაწილეობას იღებენ ფილმებში. ბევრი მათგანი არის, ანუ არ ვამბობ, რომ ძირითად სცენებში არის დაუშვათ გლადიატორის გადაღებებში, ოღონდ მასიურ სცენებში, საბრძოლო სცენებში იღებენ მონაწილეობას და ძალიან საინტერესო და ძლიერი ჯგუფია. 2013-დაც ჰქონდათ დიდი სურვილი, რომ ჩამოსულიყვნენ მათაც, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოხერხდა ეს ყველაფერი და იმედი მაქვს 2014-ში უკვე საქართველოს მეგობრებთ ჩვენ და იტალიელები. ჩამოვიყვანთ ლეგიონებს თბილისში. ძალიან კარგი იქნება თან გლადიატორები. პომპეუსის შემდეგ. ასევე ძალიან ესეთი მომხიბვლელი გარეგნობის მამაკაცებით და ქალებიც როგორც აღნიშნეთ და ნატალი დირომას გარდა თუ არის კიდე რაიმე მსგავსი სახის ესეთი მასშტაბური ფესტივალი, სადაც შესაძლებელია რომ წარადგინოთ ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. საკმაოდ ბევრი ფესტივალი არის მსგავსი თემატიკის ჯერჯერობით ჩვენ ესე ვთქვათ პირველი ფესტივალი არის ნატალი დირომა, სადაც მონაწილეობა მივიღეთ. იქ უკვე გავიცანით ის ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც ასევე იმართება ფესტივალები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ საკმაოდ ბევრ ფესტივალში მივიღებთ ანალოგიურ მონაწილეობას, მაგრამ ისევ პირველ წყაროს უბრუნდებით ფინანსების პრობლემას. შარშანაც იყო შემოთავაზებები უკრაინიდან და პოლონეთიდან, მაგრამ ვერ განვახორციელეთ აი ამ მიზეზის გამო. რა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მოგვარდება ეს პრობლემა. რაც შეეხება თვითონ ნატალი დირომა, ანუ 4 თუ 3 დღის განმავლობაშია ხო ეს ფესტივალი მიმდინარეობს რომში. როგორი ფორმით, კი არა და რა ხანგრძლივობით წარსდგებით მაყურებლების წინაშე, ანუ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს წარმოდგენები თუ რაღაც კონკრეტული საათები და დრო გაქვთ გამოყოფილი? რაც შეეხება ფესტივალს, ანუ სხვა წლებში იყო ყოველთვის 3 დღიანი. წელს გამომდინარე იქიდან რომ წინა დღეს არის აღდგომა, ანუ ერთი დღით ადრე 19-ში არის რასაც ზურა ამბობდა ეს რომულუსის ამბები, რაღაც თეატრალური დადგმა, ხოლო ამის შემდეგ 21-ში არის ფესტივალი, სადაც როგორც გითხარით 20 წუთიანი გამოსვლა გვექნება ცირკომასიმას მოედანზე და მთელი დღის განმავლობაში მოძრაობის განმავლობაში დაახლოებით 10 ჯერ ყველაზე მრავალ ხალხიან ადგილზე შევჩერდებით და წარუდგენთ ჩვენ საბრძოლო ხელოვნებას. ძალიან სასიამოვნო. და როდის მიემგზავრებით რომში? რამდენიმე დღით ადრე თუ 18 აპრილს, ხო 17-ში ღამე მივფრინავთ ასე ვთქვათ. და ანუ ერთგვარი მომზადება უნდა გაიაროთ წინასწარ ალბათ, ხო? ადგილზე ანუ თვითონ ორგანიზატორებთანაც გავივლით მოსამზადებელ ღონისძიებებს ასე ვთქვათ, ნახავთ ადგილს კონკრეტულ სადაც ჩატარდება, რეპეტიციებს გავივლით და უკვე სრული მზადყოფნით შევხვდებით დასკვნით ძალიან კარგი. და რაც შეეხება ამ ყველაფრის ფოტო-ვიდეო ამსახველ მასალებს, ანუ იქნება თუ არა ესეთი თანხლებაც, რომ ანუ ეს ყველაფერი სრულად აღიბეჭოს და რატომ ვკითხულობ ამას, რამდენიმე ხნის წინ მე აღმოაჩინე ესეთი ნიუსი, რომ თუ არ ვცდები ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც ძალიან არის
არის აღფრთოვანებული თქვენი ფედერაციის საქმიანობით, მან კიდევ ერთი მორიგი სესია მოგიძღვნათ უკვე თუ აპირებს რომ მოგიძღვნათ და აი თუ იქნება იგი თქვენი თანმხლები პირი ან ვინმე ისეთი, ვინც ამ ყოველდღეს აღბეჭდავს და უფრო ისეთ ფართოდ გაავრცელებს. არა, ჯეიმსი ამ ფესტივალზე არ მოყვება, მაგრამ ისე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს და მას სურვილი აქვს რომ შავფაროსნებით ცალკე ალბომი გააკეთოს. ფოტო, რაც შეეხება თანხლებ მედია გაშუქებას იქნება გადაცემა პანორამა, რომელიც წამოყვება და სრულ სიუჟეტს გააკეთებს და სანამ წავალთ, გეგმავთ რომ პატარა დემონსტრაცია გავაკეთოთ თქვენს რადიოსაც პატიჟებთ და წარმოვადგენთ უკვე იმ საჩვენებილის მოკლე ვარიანტს, რასაც ჩვენ ჩავიტანთ და რა, ანუ გაჩვენებთ რა გაგვაქვს საქართველოს სახელით ევროპაში მარტივად რო ძალიან სასიამოვნო იმედი მაქვს პრეზენტაცია იქნება რეალურად მორიგ აღფრთოვანებას დაიმსახურებთ აუცილებლად ეჭვიც არ მეპარება და ჩვენი გადაცემა იქნება გამომდინარე ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს გარდა ამ ფესტივალისა კიდევ რაიმე ესეთი უახლოესი გეგმა თუ გაქვთ უკვე ჩანიშნული იგივე ქართველი მაყურებლის წინაშეც თუ წარსდგებით რაიმე ესეთი მასშტაბური პროექტით მასშტაბური პროექტი ალბათ იქნება ისევ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი რომელიც წინა წელთან შედარებით გაცილებით დიდი მასშტაბების გვინდა წელს რო გავაკეთოთ როგორც უკვე აღნიშნეთ ველოდებით ანუ არა ქართველ სტუმრებს როგორც რომაელებს ესევე სხვა ქვეყნებით შეიძლება ჩაერთონ ამ პროექტში ეს ყველაფერი ასევე რომში გადაწყდება და ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და წლის განმავლობაში როგორც ყოველთვის გვექნება ძალიან ბევრი ღონისძიება ვიქნებით თბილისობაზე არტგენზე სხვადასხვა ტიპის ფესტივალებზე ისევე გადავდივართ ახალდარბაზში გვინდა რომ გავზარდო ჯგუფების რაოდენობა ეს დარბაზიც მთიელის დამსახურებაა და გვინდა რომ გავშალოთ ჩვენი საქმიანობის არეალი და უფრო მეტად ცნობადი, უფრო მეტად დაინტერესებადი უნდა გახდეს საქართველოში ქართული საბრძოლო ხელოვნება და მე მგონი წარმატებით შევასრულებთ ამ მისიას. აუცილებლად და როგორც მე ვხვდები, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მატულობს ინტერესი, ხო, თქვენი ხელოვნების მიმართ და ასაკობრივი ჯგუფები, როგორია, პატარებიც უკვე ინტერესდებიან თუ ძირითადად უფრო ესეთი ზრდასრული ადამიანები. 7 წლიდან ზემოთ ვიღებთ და რა ვიცი 44 წლის 45 წლის კაცებიც მოსულა და ანუ ჩვენთან შეზღუდვა არ არის, ყველა თავის თავს პოულობს, იმიტომ რომ იმდენად ფართო და ვრცელი საქმიანობა გვაქვს, ეთნოგრაფია, კვლევა, ხელჩართული ორთაბრძოლები, იარაღები, რომ აი შანსი არ არის რომ ადამიანმა საკუთარი ინტერესი და ადგილი ვერ იპოვოს ჩვენ ორგანიზაციაში. და იგივე ამ ფესტივალზეც ყველა ასაკობრივი ჯგუფით წარსდგებით თუ უკვე გამოცდილი მებრძოლები მხოლოდ ამ ფესტივალზე ყველაზე ახალგაზრდა წევრები არიან 18 წლის და ყველაზე უფროსი არის 62 წლის გურამ ხაჯაია. რა საინტერესოა. ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ მოძრაობს. ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩვენთან მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეჭვიც არ მეპარება, რომ რომში მყოფი ადამიანები იქნებიან ისინი ტურისტები თუ ადგილობრივი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ დარჩება აღფრთოვანებული ქართული საბრძოლო ხელოვნებით და იმედი მაქვს, რომ უკვე როდესაც დაბრუნდებით, კარგი ამბებით დაბრუნდებით და კიდევ ერთხელ და არაერთხელ გელოდებით ჩვენთან ეთერში სტუმრად. დიდი მადლობა. მე დავემშვიდობები სტუმრებს და გახსენებთ რომ ისინი გახდნენ შავფაროსნები ზურა მახარაძე და შავფაროსნების ფედერაციის კი არა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე და მე შეგახსენებთ რომ 19-დან 21 აპრილის ჩათვლით იტალიაში ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია შავფაროსნები ქართულ კულტურას წარუდგენს მსოფლიოს მასშტაბურ ფესტივალზე ნატალი დი რომა. ეს პოლკრადიოა მეგობრებო FM 99.3 მე მალე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ნახვამდის. დღის სტუმარი